იყო მშობელი მოსული მისი ჩვენთან და ბავშვი არის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში, სუდათ არის, რაღაც გარკვეული დახმარება ჭირდება, განსაკუთრებით გზავრობის ხარჯებთან დაკავშირებით ქონდა პრობლემა და ჩვენ იმ ეტაპზე რომ მოვიკვლიათ ფიზიკურად, სუფთა იურიდიული კუთხით თვითმმართველობას არ შეეძლო, ვერ შეძლება ფიზიკურად რაღაც სახის თანხის გადარიცხვას ესეთი სიტუაციაში და ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ის, რომ გავერთიანებულიყავით ყველა ერთიანად, დაწყებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით, ჩემის დამადობით, ჩემით დაწყებული ყველა ჩვენთაგან მათ შორის საკრებულოს და გავეკეთებინე საქველმოქმედო ღონისძიება და მთლიანი თანხა, რაც შემოვა ამ ღონისძიებიდან, გადაეცემა მის ოჯახს, რომ ბავშვს უმკურნალ უნდა რაღაცა სიტუაცია მას ჯანმრთელობის გაუსწორდეს. ასე რომ იმას წარმატებას უსურვებ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აპარატის თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და ვეხმარებით 14 წლის მოსწავლე ახალგაზრდას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და რომელსაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი დახმარებით ჯანმრთელობა გამოუსწორდება და ყოველთვის, როგორც დღევანდელ დღეს ერთიანი ვიქნებით. ჩვენ დღეს ყველანი გავერთიანდით 14 წლის მარიამ ბადუაშვილის დასახმარებლად. მარიამი 25 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას მძიმე სენი აქვს და ოჯახს აღარ გააჩნია იმისი აღარანაირი რესურსი, რომ დაეხმაროს სახელმწიფომ, ქალაქმაც, ყველამ გაიღო თავისი წილი დახმარება. ეხლა ჩვენი მოქალაქეების დრო დადგა, ჩვენი ვალია, თუნდაც თითო ლარით დავეხმაროთ მარიამს. მადლიანი საქმე არის, ჩართულია ქალაქის მერიაც, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. პირადად მეც ბედნიერი ვარ ასეთ ღონისძიებაში ვიღებულო მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს პირადად მადლიანი საქმეა და იმედი მაქვს იმის, რომ ეს ბავშვი სახსალამათი დაბრუნდება, ჯანმრთელი იქნება და გააგრძელებს ცხოვრებას ბედნიერად, ლამაზად და კარგად, ასე რომ ეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.